2019 დაინიფიცირებული და მომუშავებით ეხლა ვიღაცას დავაიყოთ და კომპაქტურად არა გვაქვს ეგ ობიექტები. დღესმა გამოაცხადოთ. გადავწყვიტეთ, რომ 900-ზე მეტი დევნილი მიიღებს სრულიად გარემონტებულ ბინებს, განსაკუთრებით იმ ობიექტებიდან, რომელსაც აქ საკმაოდ რთული მდგომარეობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ამგვარი მშენებლობები ასევე გაგრძელდება და დევნილი მოსახლეობა ასევე მიიღებს ბინებს. გამოქვეყნდა იმ ოჯახების სია, რომლებიც თბილისში ფაქტობრივად ცხოვრობენ მოქმედ კომპაქტურ ობიექტებში. ამ ოჯახებს შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ ბინა. ნაწილი ბინების მშენებლობა დასრულდება მინერალურ წელს, ხოლო უმეტესი ნაწილის დასრულდება მომავალ წლის გაზაფხულზე, სადაც უკვე ის ოჯახები მიიღებენ ბინას, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი და ქულის და შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით ელოდებიან განსახლებას. ასევე მინდა აღვნიშნო ის საკითხიც, რომ თბილისში და ზოგადად საქართველოში დევნთა განსახლების პროცესი ამით არ სრულდება და განსახლების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დევნილის მიმართ სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს.